ახალი წლის ჯადოსნური ღამე და სახალხო პროტესტი რუსთაველის გამზირზე. ეს ღამე განსაკუთრებული და სხვადასხვა აქტივობებით უხვად დატვირთული იქნება. უცვლელია საპროტესტო გამოსვლის მთავარი მოთხოვნები ახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის უკანონო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. დღეს რუსთაველზე მათ შორის იქნებიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც, თავად უკანონოდ დაპატიმრებული მეგობრებისთვის კი სამოქალაქო აქტივისტები და თანამოაზრეები უკვე რამდენიმე დღეა საახალწლო საჩუქრებს აგროვებენ. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 12 საათამდე იმუშავებდა. თუმცა ამ ინფორმაციას მერიამ მოგვიანებით გაუგებრობა უწოდა და სავარაუდოდ საზოგადოების მხრიდან კრიტიკული რეაქციის პასუხად დააზუსტა, რომ მეტრო და ავტობუსები დილის 3 საათამდე იმუშავებს. დეა მამისეიშვილი გვეტყვის მეც იმაზე, თუ რა გველოდება ახალი წლის ღამის დედაქალაქის მთავარ გამზირზე. დავიწყოთ იმით, რა ინფორმაციაც გავრცელდა და რაც მნიშვნელოვანია, გავრცელდა სატრანსპორტო სამსახურზე დაყრდნობით, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებდა. ეს ნამდვილად იყო პრეცედენტული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქამდე ასე ნამდვილად არ მომხდარა გასული წლების განმავლობაში, თუმცა ამას მოყვა რასაკვირველია სახალხო პროტესტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს ახალი წლის შეხვედრას და დახვედრას. შესაბამისად, სახალხო მღელვარების შემდგომ უკვე ახალი განცხადება დედაქალაქის მერიის მხრიდან, სადაც ისინი წერდნენ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მუშაობასთან დაკავშირებით იყო სიცრუე. რასაკვირველია, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, ეს იყო უბრალო გაუგებრობა, თუ ეს იყო სახალხო პროტესტის შემდგომ უკან დახევა, რომელიც ვნახეთ ტიტუშკების მერის კალაძის უწყების მხრიდან. რასაკვირველია, ეს კითხვა არის მნიშვნელოვანი და მაყურებელმა თავად უნდა გამოიტანოს დასკვნები, რას როდის და რის მიხედვით აკეთებს დედაქალაქის მერიად წოდებული უწყება. თუმცა ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია, მთავარი ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს იმუშავებს. ახლა გადავიდეთ იმაზე, როგორ იმზადება ქართველი ხალხი ახალი წლის დასახვედრად. რასაკვირველია, შეკრების ადგილი არის დედაქალაქის მთავარი გამზირი. 7 საათი არის დათქმული დრო, როდესაც ქართველი ხალხი ისევ რუსთაველის გამზირზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს, თუმცა ბევრი ადამიანი შედარებით მოგვიანებით, მაგალითად 11 საათიდან აპირებს მისვლას პროტესტის ეპიცენტრში. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ იქნება როგორც საპროტესტო აქტივობები, ასევე საახალწლო აქტივობები, რას ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მაგრამ მათ შორის სასიამოვნო სიურპრიზები დახვდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე მისულ მომიტინგებს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ამ პროტესტს უერთდებიან დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებიც დღეს აპირებენ, რომ ზუსტად რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ 20-25-ის შემოსვლას. გიორგი ოკმელაშვილის მეუღლეს ვესაუბრეთ ჩვენ, ასევე საბას ხვიტარიძის დედას. ორივე ეს ახალგაზრდა დაკავებულია რეჟიმის მიერ და რეჟიმის ტყვეობაში რჩება. შესაბამისად, მათი ოჯახის წევრები ჩვენ გვეუბნებიან, რომ რასაკვირველია, ისინი იდგებიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იმიტომ რომ არა პატიმრობა და სასჯელახსრულების დაწესებულება, სადაც ახლა დაკავებულები გამოკეტა რეჟიმმა. რასაკვირველია, ისინიც იდგებოდნენ, ისინიც გააგრძელებდნენ პროტესტს და ქართველი ხალხის გვერდით ყოფნას აირჩევდნენ. მათი სურვილებიც არის ძალიან კარგად გამოსაცნობი, რომ გათავისუფლდეს საქართველო, ყველა ის დემოკრატია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ევროპული პრინციპებით არის გათვალისწინებული და როდესაც ქვეყნის გათავისუფლებაზე საუბრობენ დაკავებულების ოჯახის წევრები, რასაკვირველია, ისინი გულისხმობენ რეჟიმის ჩამოშორებას მართვის სადავეებიდან, იმიტომ რომ დღეს ხელისუფლებაში ყოფნას იბრალებს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია ხალხისგან მინიჭებული. მე ჩემ შულთან ერთად 4 წლის ნიკოლასთან ერთად ვაპირებ, რომ რუსთაველზე შევხვდე ახალ წელს და რაღაცნაირად იქ გაუმარტივო მამის არ ყოფნა, ესე რომ ვთქვათ, აი ამ მნიშვნელოვან და ძალიან ბავშვისთვის სასიხარულო დღეს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დაჭერილები არიან, მინდა ვუსურვო მხნეობა, გამძლეობა და არასოდეს არ დანებდნენ, იმიტომ რომ ყოველ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და გავიმარჯვებთ აუცილებლად. ჯერა მე ამის ყოველთვის, იმიტომ რომ როდესაც მართალი ხარ, ყველაფერი უცვლელია სხვა დანარჩენი შენს წინაშე. რუსთაველზე აუცილებლად შევხვდები ახალ წელს, იმიტომ რომ იქ იდგებოდა ჩემი შვილი. ახალ წელს და ჩემი შვილის მაგივრობა უნდა გავწიო. მიულოცავს უყველას დამდეგს, უსურვებ თავისუფლებას და განთავისუფლებას. ამ
რეჟიმისგან სულ ყველას და მალე გაგვემარჯვებინოს, მაგრამ მალე გავიმარჯვებთ, მე ისედაც ვიცი, მჯერავს წამს და ესე იქნება. აუცილებლად გავიმარჯვებთ, სულ ყველას ულოცავ ახალ წელს და 2025 წელი ბედნიერების, თავისუფლების, სიხარულის და ჩვენი გალაღების წელი ყოფილიყოს და აუცილებლად ნამდვილად ცოტა დრო გჭირდება, დრო დაგვილაგებს ამას და ძალიან მალე ბოლომდე ვიქნებით თავისუფლები. ქართველი ხალხის გამარჯვება და რეჟიმის დასასრული არის ძალიან ახლოს, ზუსტად ამ რწმენით ხვდებით დღეს 2025 წელს ყველანი დედაქალაქის მთავარ გამზირზე ორი მოთხოვნა მგონი უკვე ყველასთვის ძალიან კარგად გასაგებია. ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს ქვეყანაში, რაც საკვირველია ძალოვანი უწყებების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით და ყველა დაკავებულის გათავისუფლება, ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლება არის ის მოთხოვნა, რაშიც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი და ერთსულოვანი უფრო სწორად ქართული საზოგადოება. მოკლედ დღეს შეკრება 7 საათიდან დაიწყება რუსთაველის გამზირზე, ყველა სფეროს წარმომადგენელი დღეს იდგება დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე. ყველას რაც შეუძლია მოაქვს რუსთაველზე იმისთვის, რომ ერთმანეთის გვერდით შეხვდნენ ახალ წელს. მე როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო აქტივობა არის დაგეგმილი პროტესტის კვალ და ამიტომ ყველას ელოდებიან დედაქალაქის ცენტრალურ მონაკვეთზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ 2025 წლის დასაწყისში იყოს ძალიან მკაფიო ქართველი ხალხის ხმა, იმიტომ რომ 33 ღამეა, რაც ქართველი ხალხი ხვდება ერთმანეთს რუსთაველის გამზირზე და 34 ღამე იქნება დღეს ახალი 2025 წელი დადგება და ახალ წელთან ერთად ყველა თანხმდება, რომ ცვლილებები და გამარჯვება არის აუცილებელი და ძალიან ახლო. კივილი ფეხზე წამოდგომა, გაძლიერება, ბევრი რაღაც პროცესები გავიარეთ, მაგრამ მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ ამ თელმა პროცესებმა ეს ერის გამოღვიძება მოხდა და ის ერთობა, რასაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და რაც ერთ-ერთი უნიშნელოვანესია, ეს ერთობა შედგა. დღეს არის დამაგვირგვინებელი. ჯაჭვი იყო რაღაცნაირად თითქოს დაკანონება ამ ერთობის, იმიტომ რომ თითქოს ის ერთობა, რაზეც ვსაუბრობდით, ამ ჯაჭვში შეგრძნების დონეზე მოხდა. ეს რაღაცნაირად ხელჩაკიდებული გაერთიანდა მთელი საზოგადოება და 31 დეკემბერი ახალი წლის ღამე, რომელიც მე ყოველ შემთხვევაში ასე ვიცი, რომ ჯადოსნური ღამეა და ასეა ცნობილი, რომ 31 დეკემბერს ყველა სურვილი სრულდება და იმდენი ადამიანი ჩაიფიქრებს ამ ერთ სურვილს, ამ ქვეყნის თავისუფლების დამოუკიდებლობის ევროპული მომავლის, რომ აუცილებლად ის ენერგეტიკა ავარდება იქ, სადაც საჭიროა და ეს აუცილებლად მოხდება. მე ვიქნები, რა თქმა უნდა, აქციაზე, რუსთაველზე, მთელი საერთაშორისო გამჭვირვალობის გუნდიც იქნება იქ, ჩვენ ყველანი ერთად, ქართულ ხალხთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შევხვდებით ახალ წელს, მე პირადად მეკეთება საახალწლო ნიღაბი. და ეს არის ჩემი პასუხი იმ კანონზე, რომელიც მიიღო ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, ჩვენ ბევრი ანტიკონსტიტუციური და ანტიევროპული კანონი ვიცით, მიღებული ჩვენს ქვეყანაში და ყველა შემთხვევაში საერთაშორისო გამჭვირვალობამ უარი თქვა ამის აღსრულებას. ახალ წელს ცალკე აღებული ვერც ერთი ნაძვის ხე, ვერც ერთი სათამაშო და ვერც ერთი გასტროლული ფეიერვერკი ვერ მოიტანს. ახალი წელი არის რეალურად ახალი იმედების, ახალი განწყობების, ახალი ხედვების დაბადების წელი და ისე მოხდა, რომ რეალურად ჩვენ შეგვიძლია 2025 წელს უკვე შევქმნათ ახალი საქართველო და ამ ახალ საქართველოს ქმნის თითოეული ის მოქალაქე, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იცავენ თავისუფლებას და ამიტომ ეს უნდა ვაჩვენოთ და ასე უნდა დავიწყოთ 2025 წელი. უნდა დავიწყოთ ისევ ერთობით, ისევ სოლიდარობით და ისევ წინააღმდეგობით. დღეს საღამოს ერთმანეთს ისევ ხვდებით, რა საკვირველია დრო და ლოკაცია არის უცვლელი, წინა საპროტესტო და წინა საახალწლო სამზადისია ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც დღეს ძალიან მიზანმიმართულად და ძალიან გათვითცნობიერებულად ახალ 2025 წელს ხვდება რუსთაველის გამზირზე. შესაძლოა იყოს სიტყვით მიმართვაც, იმიტომ რომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი მოდის დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე და ისიც საქართველოს მოსახლეობასთან ერთად შეხვდება ახალ წელს. გაჟღერდება მთავარი სურვილები და რა საკვირველია მთავარი მოთხოვნები.